მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ ცხვლაზე, მის წესებზე და ვადებზე და გაგაცნობთ რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ ცხვლის დროს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით კარდენახში, კახეთში, სადაც წარმოდგენილი არის რამდენიმე წლის განსხვავებული ნარგაობა. ამ შემთხვევაში ვიმყოფებით 4-დან 5 წლამდე ვენახში. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ისიც, რომ ვაზის ცხვლა გარკვეულ პერიოდში უნდა ჩატარდეს. ამ შემთხვევაში უმჯობესია გვიანი შემოდგომიდან ადრეულ გაზაფხულამდე პერიოდის შერჩევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს მცენარე იმყოფება მიზინებულ მდგომარეობაში, ხოლო ცხვლა უნდა ჩატარდეს ახალი ვეგეტაციის დაწყებამდე, გაზაფხულის პერიოდამდე, სანამ მცენარეში წვენთა მოძრაობა დაიწყება. ამ შემთხვევაში ჩვენ გავსხლავთ 5 წლიან ვაზს, გაჩვენებთ როგორ უნდა მიაყენოთ ვაზს ჭრილობა ისე, რომ მისი სასიცოცხლო პოტენციალი არ შეამციროთ. პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის კარგად აღვიქვათ ვაზის არქიტექტურა, თუ როგორ გამოიყურება ის და წარმოვიდგინოთ ჩვენს მიერ მიყენებული ჭრილობები და გადაწყვეტილება, თუ რა გავლენას მოახდენს მის განვითარებაზე წლიდან წლამდე. ამ შემთხვევაში რასაც ვხედავთ, აქ არის წარმოდგენილი ვაზი, რომელსაც საკმაოდ სწორი შტამბი გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დახრილად გამოიყურება, რემონტის შედეგად შეგვიძლია რომ მარტივად გავასწოროთ მისი შტამბი და სწორ მდგომარეობაში ჩავაყენოთ. რაც შეეხება თვითონ მცენარეს, ვხედავთ, რომ მას აქვს რამდენიმე რქა, ასევე მრავალწლოვანი ნაწილები და აი სწორედ ახლა არის მნიშვნელოვანი გადავწყვიტეთ, რომელ რქას დავტოვებთ სამომავლო პოტენციალისთვის და რომელ რქას მოვაშორებთ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მევენახის მიერ დატოვებული კვირტების რაოდენობა პირდაპირ კავშირში არის ხარისხიან მოსავალთან და მნიშვნელოვანია სწორედ შევარჩიოთ დატოვებული რქებისა თუ კვირტების რაოდენობა. ვაზის ზედმეტად დატვირთვა გამოიწვევს მის გამოფიტვას და საკვები ელემენტების არასწორ გადანაწილებას, ვაზის სუსტი დატვირთვა ასევე გააძლიერებს მწვანე მასის წარმოებას, რაც გარკვეულწილად პრობლემას წარმოადგენს მცენარისთვის. სწორედ ამიტომ ცხვლის დროს ჩვენი მიზანი არის კვირტების რაოდენობა ისე შევამციროთ და ისე დავტოვოთ, რომ დავარეგულიროთ მწვანე მასასა და რეპროდუქციულ ნაწილებს შორის ბალანსი. მცენარეში უნდა გადავწყვიტოთ, რომელი რქა დარჩება როგორც ნეკი და რომელი რქა იქნება როგორც სანაყოფე ნაწილი. ზოგიერთი ნაწილი ჩვენი ვაზისთვის შეასრულებს სამამულეს ფუნქციას, ანუ მომავალში დაგვეხმარება მცენარის უფრო მეტად კარგი განშტოებისთვის და ასე შემდეგ, ხოლო რაც შეეხება რქას, რომელიც შეიძლება დარჩეს სანაყოფეთ, სიტყვაც გვეუბნება, რომ ის იქნება ნაყოფის მომცემი. საქართველოში ძირითადად ცხვლის ორ მიდგომას ვხვდებით ფორმირების კუთხით, ეს არის გუიოს ტიპის ფორმირება, რაც გულისხმობს იმას, რომ მცენარე ისხლება რქაზე და გარდა ამისა არსებობს მოკლე სხლა, იგივე კორდონი, რომლის დროსაც მცენარის გასხლა ხდება ორი კვირტის გათვალისწინებით. როდესაც კორდონზე ვსაუბრობთ, აქ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კორდონი გულისხმობს მოკლე სხლის სისტემას და მთავარი არის ის, რომ ქვედა ორი კვირტი კორდონის სხლის დროს, ანუ მოკლე სხლის შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოს ნაყოფიერი. სწორედ ეს ბიოლოგიური მახასიათებელი ვაზისა წყვეტს იმას, რამდენად ჩვენი ვაზის დატოვებას ვაპირებთ მოკლე სხლის მიდგომით თუ გრძელი სხლით, ანუ კორდონზე დავტოვებთ მას თუ გუიოზე. ამ შემთხვევაში ეს მცენარე გასხლული არის რქით, შესაბამისად ჩვენს გადავწყვიტეთ, რომ მივყვეთ ორმხრივი გუიოს ფორმირებას და პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ დავტოვოთ ნეკები. ანუ ამ მცენარეზე უნდა შევარჩიო ორი ნეკი, რომელიც მომავალში ვაზს დაეხმარება განვითარებაში და უკეთეს რამიფიკაციაში. მივიღებ გადაწყვეტილებას მარჯვენა მხარეს რომელი ნეკი დარჩეს და მარცხენა მხარეს რომელი ნეკი დარჩეს. უბრალოდ ხელით გამოვყვეთ ვაზს, ეს მარტივი მიდგომა რაც შეიძლება გავაკეთოთ და პირველი ორი ყველაზე ქვემოთ მყოფი რქა რომელიც შეგხვდება, ის შეგვიძლია რომ დავნეკოთ. პირველ რიგში განვიხილოთ ვაზის მარჯვენა მხარე. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ აი ამ რქას იდეალური პოზიცია უკავია იმისთვის, რომ მან მომავალში შეასრულოს ნეკის ფუნქცია. რატომ არის ეს ასე? პირველ რიგში იმიტომ, რომ ის დაერთებულია მწვანე ჯანსაღ გზაზე და ვხედავთ, რომ ვაზის შტამბის ამ ნაწილში, აი აქ კი არის რამდენიმე ჭრილობა, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ვაზის შტამბი კარგად გამოიყურება. სწორედ ამიტომ ეს რქა სავსებით ჯანსაღია და შემიძლია როგორც ნეკი, როგორც ჩემი სამომავლო ნაწილი დავიტოვო. როდესაც ვსაუბრობთ ნეკზე, უმნიშვნელოვანესია მისი გადაჭრის დროს გავითვალისწინოთ ქვედა კვირტის მდებარეობა, რომელიც შემდგომ წელს ასევე შეიძლება რომ ჩვენ გამოგვადგეს როგორც სანეკე მასალა. ამ შემთხვევაში რასაც ვითვალისწინებთ არის ის, რომ ჭრილობის მიყენების დროს აუცილებელია ქვედა კვირტი, ანუ ორკვირტიანი ნეკის ქვედა კვირტი იყურებოდეს იმ მხარეს, რომ მხარესაც გვინდა ვაზის გაგრძელება. ამ შემთხვევაში ჩემგან მარჯვენა მხარეზე ვსაუბრობთ, რადგან მინდა რომ ვაზის განშტოება მოხდეს მარჯვენა მხარეს. სწორედ ამიტომ დატოვებული ნეკის ქვედა კვირტი აუცილებლად უნდა იყურებოდეს მარჯვენა მხარეს. შესაბამისად, აი ამ ქვედა კვირტს პლუს ერთ კვირტს დავითვლი და შემდგომ მივაყენებ მცენარეს ჭრილობას. აი ასე დაახლოებით აქ გადავჭრი.
როგორც ხედავთ, კვირსა და მონაჭრ ნაწილს შორის არის გარკვეული ტერიტორია, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ეს ნაწილი ჩახმება, აუცილებლად ჩვენი კვირტი დარჩება ცოცხალი, რადგან მას გარკვეული სივრცე აქვს იმისთვის, რომ ჩახმობამ ის არ დააზიანოს და მის კონკრეტულ წერტილამდე არ მიაღწიოს. როგორც ხედავთ, გვაქვს ორ კვირტიანი ნეკი, ქვედა კვირტი, რომელიც ასე იყურება აქეთა მხარეს, აიდას ვაზის გაგრძელება გვინდა, ანუ მარჯვენა მხარეს და მას დამატებული ერთი კვირტი, რომელიც სამომავლოდ შეიძლება სანაყოფერ ქის მომცემი იყოს. მეორე გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა მივიღო, არის ის, თუ რომელ რქას დავტოვებ ჩემ შემთხვევაში სანაყოფედ, ანუ მტევნების მომცემად. ამ შემთხვევაში ვაზის შედარებით ზედა ნაწილში არის ერთი მრავალწლოვანი ნაწილი დატოვებული, 2-3 წლიანი ნაწილი, რომელსაც თითოწლიანი რქები აქვს და ასევე ვხედავ, რომ აი ამ კონკრეტულ ნეკთან იმყოფება მრავალწლოვან ნაწილზე დაერთებული ერთი კონკრეტული რქა. ჩვენ შემთხვევაში რა თქმა უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ მცენარე ძალიან არ გაიქცეს სიმაღლეში, როგორც ვეძახით ხოლმე, ესე სამოყვარულო ენაზე. სწორედ ამიტომ მირჩევნია, რომ დაბალი რქა შევარჩიო. ამ რქას ერთი მინუსი რაც აქვს, არის ის, რომ ჭრილობა შედარებით ახლოს არის მასთან მიყენებული, მაგრამ მაინც არის გარკვეული ნაწილი დატოვებული, რაც მაიმედებს იმაში, რომ ეს რქა იქნება საკმაოდ ძლიერი და ნაყოფიერი. ამ შემთხვევაში რაც უნდა გადავწყვიტო, არის ის, რომ ეს კონკრეტული რქა რამდენ კვირზე უნდა გავსხვა. 8 კვირტი მაინც არის წარმოდგენილი, ამიტომ რაც უნდა გავაკეთო არის ის, რომ შედარებით შევამცირო ეს რქა იმისთვის, რომ გაზაფხულის პერიოდში, როდესაც გადავაწვენ, მქონდეს საკმარისი ადგილი მასა და გვერდით დგომ ვაზს შორის, რათა ამ ორმა ვაზმა ერთმანეთი არ გადაფაროს. ეხლა რაც შეეხება დამოკლებას, რაც უნდა გავითვალისწინო არის ის, რომ დატოვებული ნეკიდან შედარებით მოშორებით უნდა მივაყენო ჭრილობა. ასევე მნიშვნელოვანია ჭრილობის დახრის კუთხე. ხშირ შემთხვევაში ვამბობთ ხოლმე, რომ აუცილებლად ჭრილობა უნდა იქნას მიყენებული კვირტის მოპირდაპირე მხარეს დახრილად, რათა როდესაც გაზაფხულზე წვენთა დინება დაიწყება, აი ამ კონკრეტულმა წვენმა არ დააზიანოს ჩვენი კვირტი, რაც სავსებით ლოგიკურია. უბრალოდ აქ მნიშვნელოვანია ორი განსხვავება დავინახოთ. როდესაც დახრილად გვიჭირავს სეკატორი და ჭრილობა შემდეგნაირად ვაყენებთ, რა თქმა უნდა წვენთა დინების დაწყების შემდგომ აუცილებლად წვენი დაიწყეს მოძრაობას კვირტის საპირისპირო მიმართულებით, შესაბამისად ჩვენი კვირტი არ დაზიანდება. მაგრამ მინდა დავაკვირდეთ აქ ერთ სიტუაციას, აქ კარგად ხედავთ სეკატორის დახრის ამ კუთხის შემთხვევაში რამხელა არის ჭრილობის ზედაპირის ფართობი. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ სეკატორი აი ასე მკვეთრად არ დავხაროთ, არამედ ოდნავ, აი მაგალითად დაახლოებით ასე. ოპა. და აქ კარგად უნახავთ, როგორ მცირდება ჭრილობის ზედაპირი იმის და მიხედვით, თუ როგორ დავიჭერთ ჩვენ სეკატორს ხელში. აქვე პატარა შენიშვნის სახით, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ხშირად გავრცელებულია მოსაზრება, რომ არ შეიძლება მრავალწლოვან ნაწილზე რქის დატოვება, ხანდახან ამას ძველიანსაც ეძახიან ხოლმე, მაგრამ თუ შტამპი კარგად არის ფორმირებული და მცენარეში ნუტრიენტები კარგად მოძრაობენ, ანუ წვენთა დინება არ არის დარღვეული, სავსებით შეგიძლიათ, რომ აღნიშნული რქა შეარჩიოთ, როგორც მცენარისთვის სანაყოფე ნაწილი. რქა ზედმეტი ნაწილები აუცილებლად უნდა მოვაშოროთ, ამ შემთხვევაში მაგალითად ყოფილი ბსკალები და ულვაშები და აი ამ ზედმეტი ნაწილების მოშორება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვენახის ჰიგიენა შევინარჩუნოთ. რაც უფრო სუფთა მდგომარეობაში დავტოვებთ ვაზს, გაზაფხულზე მით ნაკლები სპორების გაღივება მოხდება და მით უფრო გაგვიმარტივდება სოკოვან დაავადებებთან ბრძოლა. ეხლა რაც შეეხება აქ მნიშვნელოვან ნაწილს, არის ის, რომ ჩვენ უნდა მოვაშოროთ მრავალწლოვანი ნაწილები მცენარეს. აღსანიშნავია, რომ როდესაც ვაპირებთ რამდენიმე, ანუ გულისხმობ აქ 3 და მეტწლიან ნაწილზე ჭრილობის მიყენებას, აუცილებელია გარკვეული წესები დავიცვათ. აქ იგულისხმება ის, რომ რაც უფრო დიდი არის მრავალწლოვანი ნაწილის გარშემოწირულობა, ზუსტად იმ სიმაღლე ან იმაზე უფრო მაღალი უნდა იყოს დატოვებული ნაწილი. მაგალითისთვის, როდესაც ვაპირებთ შევეხოთ აი ასეთ მრავალწლოვან ნაწილს, უმნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს მიერ ღრმად მიყენებული ჭრილობა აუცილებლად განავითარებს ჩახმობის კონებს და დაგვიზიანებს ვაზს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში დაირღვევა წვენთა დინება. სწორედ ამიტომ, როდესაც ვეხებით მრავალწლოვან ნაწილს, აუცილებლად შტამპიდან მას შორის გარკვეული სივრცე უნდა დავტოვოთ, იმისთვის რომ ჩახმობა არ განვითარდეს ღრმად და არ დააზიანოს ვაზის განვითარება. ამ შემთხვევაში დაახლოებით ჭრილობას მივაყენებ აი ამ ტერიტორიაზე. გარკვეული სივრცე დავტოვეთ მთავარ ნაწილსა და აი ამ მოჭრილ ნაწილს შორის. ხშირ შემთხვევაში აქ ჩდება ხოლმე კითხვა, რომ რატომ უნდა დავტოვო აი ეს გამოშვერილი ნაწილები, ვინაიდან ვაზი ამ შემთხვევაში დიდად ლამაზად აღარ გამოიყურება. მესმის, რომ ეს ესთეტიურად შეიძლება არ იყოს ლამაზი, მაგრამ აქ უმნიშვნელოვანესია გვახსოვდეს, რომ ეს ჭრილობა ვაზს იცავს მომავალი ჩახმობებისაგან. შემდგომ წელს, როდესაც დავბრუნდებით აღნიშნულ ვენახში, ეს ნაწილი უკვე იქნება გამხმარი და მისი ეტაპობრივად შემცირება და შტამის ზომამდე დაყვანა შეგვეძლება ისე რომ
მცენარის საიცოცხლო პოტენციალს არ შევამცირებთ. კიდე ერთი რასაც ვითვალისწინებ ხოლმე, როდესაც მრავალწლოვან ნაწილებს ვეხები, არის ის, რომ აუცილებლად ვამოწმებ შიგნით შტამბის მდგომარეობას. Რამდენად მწვანეა, რამდენად ღია ფერისაა და რამდენად ჯანსაღია ის. თუ თქვენ გადანაჭერში ნახულობთ იმას, რომ შიგნით არის შავი წერტილები, უნდა იფიქროთ, რომ თქვენს ვაზს აქვს გარკვეული პრობლემა, რომელიც მას შიგნიდან აზიანებს და ხშირ შემთხვევაში ეს არის ხოლმე სხვადასხვა ენდოფიტი, პარაზიტი სოკოები. რადგან დავასრულეთ ვაზის მარჯვენა ნაწილის ფორმირება გარკვეულწილად, უნდა გადავიდეთ ვაზის მარცხენა ნაწილზე. როგორც ხედავთ, ძალიან კარგ მდგომარეობაში გვაქვს რქა, რომელიც იქნებოდა იდეალური ნეკი, რაც გულისხმობს იმას, რომ გვაქვს რქა, რომელიც იმყოფება მავთულს ქვემოთ და საშუალებას გვაძლევს, რომ ვაზი მარცხენა მხარეს სწორედ განვითარდეს. თუ მე მაგალითად ამ კონკრეტულ რქას დავტოვებ როგორც ნეკად, ეს იქნებოდა იდეალური შემთხვევა, უბრალოდ გასათვალისწინებელი ფაქტორია შემდეგი. ეს რომ დავტოვებ თქვათ ნეკად, მომავალი რქა, რომელიც ყველაზე ახლოს არის მცენარესთან, არის დაზიანებული. სწორედ ამიტომ, როგორც ვთქვით, ჯერ უნდა შევაფასოთ ვაზის მდგომარეობა და შემდგომ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული რქა იქნებოდა იდეალური ნეკი, აუცილებლად უნდა შევხედო მცენარის ზოგად აგებულებას. მაგალითისთვის, თუ მე ვიფიქრებდი, რომ ეს რქა დამენეკა, ხოლო ეს სანაყოფეზე გამეშვა და ამას დაუფიქრებლად მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას, შევამჩნევდი, რომ სინამდვილეში დავუშვი შეცდომა და სანაყოფედ შევინარჩუნე რქა, რომელიც არის საკმაოდ დაზიანებული. მეორე ვარიანტი, რაც გვაქვს, აი ეს კონკრეტული ორი რქა, მაგრამ როგორც ხედავთ, ისინი მავთულს გაცილებით ზევით არიან, ამიტომ სულაც არ იმყოფებიან როგორც სანაყოფედ კარგ მდგომარეობაში. სწორედ ამიტომ ამ შემთხვევაში ვუშვებთ გამონაკლის, ამ კონკრეტულ ქვედა მხარეს მყოფ რქას დავტოვებთ როგორც სანაყოფეს და გაზაფხულზე, როდესაც შტამბიდან ამოვა მწვანე ყლორტი, როდესაც აქედან გაიკვირდებს კონკრეტული კვირტი, მას მწვანე ოპერაციების დროს არ გავანადგურებთ, არ შევაცლით და ჩამოვაყალიბებთ როგორც მომავალი წლისთვის სანეკეს. ანუ აქ ვიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ ამ პერიოდში დაშვებულ შეცდომას გაზაფხულზე გამოვასწორებთ. ამ შემთხვევაში ამ რქას დავიტოვებ როგორც სანაყოფეს, როგორც გითხარით დაახლოებით, ასე გადავჭრი. აი ამ რამდენიმე წლიან ნაწილს მოვაშორებ ვაზს იგივე ტექნოლოგიით, როგორც ეს მარჯვენა მხარისთვის გავაკეთებთ. ანუ აქ იგულისხმება ის, რომ შტამბიდან გარკვეულ დაშორებას გავაკეთებ იმისთვის, რომ ვაზი არ დავაზიანო და მას არ შეუმციროს საიცოცხლო პოტენციალი. გახსოვდეთ ასევე სხულის დროს, გარდა აი ამ სხულის წესებისა და ვადებისა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, მნიშვნელოვანია რომ იყოს სეკატორი აუცილებლად კარგად მჭრელი, მისი პირი აუცილებლად უნდა იყოს საკმაოდ ბასრი იმისთვის, რომ თქვენ არ მოგიწიოთ ვაზის ზედმეტად დაზიანება. ჩვენ შემთხვევაში ვიყენებთ Lux Garden-ის სეკატორს, რომელიც დამეხმარა, რომ საკმაოდ პირწმინდად მიმეყენებინა მცენარისთვის საკმაოდ სწორი ჭრილობები და ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ როდესაც ერთი მცენარიდან მეორეზე გადავდივართ, იმისთვის, რომ მასში არსებული გარკვეული პათოგენები ან დაზიანება, მაგალითად ესკას დაავადება, რომ არ გადავიტანოთ ერთი მცენარიდან მეორეზე, კარგი იქნება სეკატორის დეზინფექცია, რომელიც შეგვიძლია რომ სპეციალური სპირტის დახმარებით მოვახდინოთ და მარტივად დავადეზინფექციოთ ჩვენი სეკატორი. აი ეს. საბოლოო შედეგად მივიღეთ ვაზი, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად. მარჯვენა მხარეს მას კარგ მწვანე გზაზე დაერთებული აქვს პატარა ნეკი, რომელიც გამოგვადგება როგორც მისი სამამულე ნაწილი. გვაქვს ასევე რქა, რომელიც საკმაოდ სქელია, კარგად გამოიყურება დაზიანებებისა და ნახეთქების გარეშე. მასზე დაახლოებით 7-8 კვირტი არის დატოვებული მისი გარშემოწერილობიდან და ვენახის ისტორიიდან გამომდინარე და გვაქვს შედარებით არალამაზი, მაგრამ საჭირო, აი ასეთი ნაწილი, რომელიც გვეხმარება იმაში, რომ ამ მცენარის ძირითადი შტამი არ დავაზიანოთ. ანალოგიურად განვიხილოთ მარცხენა შემთხვევა. ამ შემთხვევაში გქონდა მხოლოდ იმის საშუალება, რომ დაგვეტოვებინა სანაყოფე რქა, დაახლოებით ასევე 7-8 კვირტზე. სამწუხაროდ არ გვაქვს ნეკის დატოვების საშუალება, მაგრამ როგორც თქვით, გაზაფხულზე ამოხეთქილ ყლორტს შევინარჩუნებთ მომავალი წლის სანეკეთ და აქაც გვაქვს ასევე აი ეს, როგორც ჩვენი კოლეგები იტყოდნენ, საპატივსაცემო ნაწილი, რაც დაეხმარება მცენარის იმაში, რომ მისი ძირითადი შტამბი არ დაზიანდეს და არ ჩახმეს. ეს ვიდეო მომზადებულია Agroforce-ის აგროსკოლის პროექტის ფარგლებში. თქვენთვის საინტერესო თემების განსახილველად გთხოვთ მოგვართეთ კომენტარებში.